იგარი ხალხ მერტვა დაგლოცო იხარი და უძღეგცელე ქანაგეთებ თიმას რა სილიას ყოდა აი საზოგადოებას აშრებ გენაცვალებ რა სილიას ყოდა უძნებაში და თქვენ ამას აკეთებ ჩვენ ხალხს ჩვენ მეფემ ბევრი პერიოდო ბევრი ჩავარდნები ყოდათ იყო მეფე ჩვენი დიდებული თამარ მეფრობლმას აყვავა და დღეს დავით აღმაშენებენ რატო გიწუდებენ ძალიან ბევრი ამ სახელთან ვეღარ მოვა თქვენ უკვე გვირგვინს ადგამთ ბატონი მიშა თქვენ გვირგვინს ადგამთ გენაცვალე აქ გავლით ვიყავით და გავიგე რომ ბავშვი მოყვა ორიაში და მივედა გული გამწვდა სამწუხაროდ რაღაცა დაცარიელებული პაციენტები არა ეს ოთახები ფუღუროები ვიყავით სამედიცინო პერსონალი დადის მაგრამ რა უნდა ისე ხელფასი არა ის არა გათხოვა არა მასალები არა და ვიფიქრე რომ აი ამას რა უნდა ეშოვოს ეხლა ზოგიერთები რომ ეძახიან ძველი საავადმყოფო იხურება ის საავადმყოფო რა საავადმყოფო ერქვა იმას საავადმყოფოს გარდა ყველაფერი იყო რას იშა იხურება აბა რა უნდა ყოფილიყო ხოდა ის იყო მართლა და კაია რომ კვალიფიციური სპეციალისტები გადმოდიან აქ დიდი მადლობა იმიტომ რომ სხვა არის აქ მოხვედები იქიდან ექიმი უკვე გარემოც კი სხვა პირობებს აქვს არ ველოდი ფანტასტიკა ნამდვილად რასაც ესე უცებ ამ უმოკლეს დროში მიაღწიეთ ანუ თქვენ პირიქით ეხლა თავარია რომ გარკვეულად მომუშაოთ კაცთავარი ხელფასების დაგვიანება არ იყოს არა არის ყველგან სოფლად და ქალაქად სოციალურ დაუცველთათვის კბილების ჩასმის პრობლემა ეს პროგრამა ეხლა ვიცით მაისში ივნისში ვიწყებს ვაჩვენებს ყველაზე უმწესო სასადილოებიდან ადამიანი ეს 50 წლის ასაკში შემდეგ 40-50 ზოგი გაგიმება არ უნდა იმიტომ რომ ერთხელა მოვარდა მეორე მოვარდა და თავარი ის კი არა რომ გაგიმება არ უნდა მე ყველა დაავადება ამას მოყვა ადამიანი თქვის ხვილები რო არ აქვს ამიტომ დაგვიჯდება 10-15-20 მილიონი მაგრამ უნდა გავაკეთოთ რა წერს იმიტომ რომ ისეთი რაღაცაა რომ აი საერთოდ სოციალურად ცვლის ფსიქოლოგიას რა ადამიანს უკვე აღარ უნდა გაგიმება შრომა სამსახურში გასვლა ბევრი რაღაცა და თან დაავადდება და კიდევ უფრო ძვირიჯდება მის ხუნავება ამიტომ ეს კბილების ჩასმა ერთ-ერთი და კაია რომ საავადმყოფოში ვექცეთ